ნუ პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. მინდა ვთქვა, რომ ციხეში ყოფნა ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ ყველაზე რთულია და ყველაზე ძნელი არის შეგუება იმ უსამართლობასთან, რაც ქვეყანაში ხდება და გარუსებასთან შეგუება. ჩემი თანამებრძოლები არიან ზაჰეს იზოლატორში და მეგობრები, რომლებსაც მთელი დღის მანძილზე პერიოდულად ხედავდი ხოლმე და ნამდვილად არც ერთს არ ეტყობა, რომ შეშინებულია. შეშინებულები მე ვფიქრობ არიან კოცები, ამ რეჟიმის წარმომადგენლები, საინფორმაციოს უყურებდით ჩვენ და ყოველდღიურად ისინი ელოდებიან, როდის აღმოჩნდებიან გისოსოს მიღმა იმ მოპარული ფულის გამო, რომელიც ამდენი წელია, წლების განმავლობაში 13 წელია ხალხს პარავენ. შეშინებულები არიან ეგენი. მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, ეგენი არ არიან მოსულები ხელისუფლებაში. იდეის გამო და ჩვენ იდეის გამო ვიბრძვით, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა, რა ვიცი, რუსეთში იქნება, კამბოჯაში იქნება, მთავარი მათი მიზანი, როგორც აღმოჩნდა და როგორც ვიცოდით, მაგრამ ახლა თვითონ ქართული ოსნების წარმომადგენლები თავადვე ადასტურებენ, რომ ისინი არიან მოსულები ხელისუფლებაში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დააგროვონ, მეტი დოვლათი დააგროვონ, მოიხვეჭონ და ეს არის მაგათი მიზანი და ჩვენი მიზანი სულ სხვა რამეა, იმიტომ რომ ჩვენ არც ვიპარავთ არაფერს, არც არაფერს და ვაშავთ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანას კონდეს უკეთესი მომავალი და თამთა თქვენ შიში ახსენეთ და ფიქრობთ რომ რომელიც არის ამ აქციის მონაწილეების დაკავებები თუნდაც რამდენიმე დღიანი დაკავება ეს შეშინების მცდელობაა, იმიტომ რომ ვინც გამოდის, ვინც იზოლატორს ტოვებს, არ ამგონია ხელისუფლება მათ ატყობდეს, რომ ისინი აქციაზე აღარ გავლენ, შეშინდებიან და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ განმეორების შემთხვევაში შეიძლება ის უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ანუ გაშინებენ, გაჩერებენ თუ სხვებისთვის არის საჩვენებლად თქვენი დაკავება. კი ბატონო, მათი მიზანი, ამ რეჟიმის მიზანი, როდესაც ამ კანონს დაჩქარებული წესით იღებდნენ, სწორედ იყო რეპრესიები და შიში, რომ შიში დაენერგათ ადამიანებში, რომ აი ამ შიშის გამო მათ ადამიანებს ჩვენ აქციის მონაწილეებს არ გადაგვეკეტა რუსთაველის გამზირი. მანამდე იყო 5000 ლარიანი ჯარიმები, ისინი მიხვდნენ, რომ 5000 ლარიანი ჯარიმები პროტესტს ვერ აჩერებდა, მათ ჰქონდათ სულ სხვა ილუზიები და სულ სხვა წარმოდგენები, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ არიან უიდეო ხალხი და ისინი ვერ ხვდებიან ჩვენ ისთვის ვიბრძვით და რაზე ვარ წამსვლელები. 5000 ლარიანი ჯარიმა, როგორც კი მიხვდნენ, რომ არ ამართლებდა, ახლა შემოიღეს ეს 15 დღემდე პატიმრობა და სწორედ მაგას აღნიშნავდი, რომ ჩვენ შეშინებულები ჯერ არ ვართ და საქმე საშიშად მათ აქვთ, იმიტომ რომ ეგენი არიან დამნაშავეები. მაგრამ მაინც როგორ გრძნობ აი ამ ბრძოლაში საკუთარ თავს, რადგან ალბათ რთული დასაჯერებელია, რომ გზის გადაკეტვის გამო ან რაღაც ნიღბის ტარების გამო ადამიანები რამდენიმე დღით ხვდებით იზოლატორში და ალბათ ეს გაცნობიერებისთვისაც ძალიან რთულია, რომ რაღაც სრულიად აბსურდული ქმედების გამო სისტემა გსჯით. შეიძლება ეს არ გაშინებდეს, მაგრამ მაინც რას იწვევს, რა განცდას იწვევს ხელისუფლების მიერ. კი ბატონო, ჩვენ ნახეთ, რომ აი ამ სადამსჯელო ოპერაციას რუსული რეჟიმის მხრიდან მოყვა ძალიან მწვავე რეაქციები დასავლეთისგან. Amnesty International-ის სტატიაც ნახეთ დღეს და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ მათ აქვთ რა უფრო ცუდად საქმე ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ან რუსთაველის გადაკეტვაზე არ გადის მხოლოდ ჩვენი პროტესტი და იქ არ იწყება და იქ არ მთავრდება. ათასნაირი მეთოდი არსებობს, რომლითაც შეგვიძლია, რომ აი ამ რეჟიმს დაუპირისპირდეთ და რაც მთავარია, მე დარწმუნებული ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცნობ ამ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დგანან ყოველ საღამოს, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ. კი ბატონო, მათ მოიტანეს პროტესტი ამ დღემდე. მადლობა თამთა, მადლობა დროს მოგცემთ